მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. კარგად მოგეხსენებათ, აი რამდენიმე საათის წინ დაკავებული იქნენ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ასევე დიდი ალბათობით გიორგი ვაშაძესაც დააკავებენ და ოპოზიციის ასევე სხვა ლიდერებს და ეს დაკავებები, რომლებიც შემდგომ პატიმრობაში გადაიზრდება, 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს უკვე ზურაგირჩი ჯაფარიძეს, განპირობებელია თავად ამ პიროვნებების მოქმედებებით. ესე იგი, თვითონ მიდიან ძალით ციხეში, იმიტომ რომ კომისია ეს არ არის რაღაცა ეს დაკავებები გამოწვეული იმითი, რომ ხელისუფლებამ აი რაღაცნაირად მოინდომა მათი დაკავება. ეს არის მათი გადაწყვეტილება. აი ხა ვიღაცა რომ მივიდეს, ჩაამტრიოს შუშა, მაღაზიის ვიტრინა ჩაამტრიოს, ესროლოს პოლიციას და მერე თქვას რომ აი პოლიტპატიმარი ვარ მიჭერენ. მიდი კომისიაზე და არავინ არ დაგიჭერს, არავინ არ დაგაკავებს. ანუ ეს არის მათი წინასწარ გასახული მოქმედება, რომ შექმნან ფონი, რომ აი ციხე აივსო პოლიტპატიმრებით, რომ ხალხს იჭერენ, ეს ტირანია, ეს დიქტატორი, ეს კაციჭამია რეჟიმი. აი ამ სურათის წარმოჩენაც სურთ დასავლეთის აგენტურას, თორე რა პრობლემა იყო, ეხლა თუ კი მივიდა იქ სხვა ლიდერები, რატო შეიძლება ესენი არ მისულიყვნენ, მაგრამ აი გახარიას საქმე ცოტა საეჭვო არის, იმიტომ რომ გახარია უარს ამბობს მივიდეს კომისიაზე, მე ონლაინ ჩავერთვებიო, რაც ნუ კომისიის დებულებით არ შეიძლება და მოკლედ არ ვიცი, ამ ხალხს გაზრახული აქვს რომ ყველა ჩაჯდეს ციხეში და ჩაჯექით მერე ვინ თქვენ ამათ გონიათ ეხლა აი მამუკა ხაზარაძეს დღეს რომ ბორკილები დაადეს ამის გამო ქართველი ხალხი გამოვა და რაღაცა ობსტრუქციებს უაწყობს საშენ სახედავს ზოგადად განგისახდა თავს დავიგე ასაგები დამადე ბორკილები ხო დამადე გავიგე თავად დადავის მამუკა ხაზარაძეს ბანანო მამუკა აი ჩვენ ახლა ხედავთ ხელბორკილებს ადებენ აი ხელბორკილები დადეს ლაფერი გრამა მაგრა ლელა გამოვა ცეცხლი ოლიგარქიას, ბიძინას, რუსული რეჟიმი დაემხობა მალე. აბა, მაგრადი მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ეს არის პირველი პარტია. ეხლა ესე იგი ხაზარაძეს თუ გონია ეხლა რომ აი ამ აჩვენებს, აი ამ ხელებს ნარუჩნიკებით და ეს რაღაცნაირად იმოქმედებს ფართო მასებზე და ამით ხალხი გამოვა ქუჩაში, მაგრამ ეს ყველაფერი იმ ერთი კაცის ნახელავია დათაცურთაშხიაში რო არის ნათქვამი, ვიღაცას გონია, რომ ეხლა აი ამ ქმედების გამო რაღაცა ღელვარება ატყდება და საქართველოში რაღაცნაირად სიტუაცია უკონტროლო იქნება. ეს არის დასავლეთის აგენტურის ცედარი, მეგობრებო, დასავლეთის აგენტურის ცედარი, რომ ესე იგი ანახონ სოფლიოს რომ კაცო ეს რა რეჟიმია, ეს რა დიქტატურა, ყველას იჭერენ. და როგორც თქვი, ეს არის განპირობებული თავიანთი მოქმედებით და არა ხელისუფლების გადაწყვეტილებით. ეხლა ზურაგირჩი ჯაფარიძე 7 თვე რო იქ იქნება საპატიმროში, უფრო კარგად იმუშავებს იმაზე, რო თქვა ადრე მეო ჩემი იმითიო პირითო რასაც მინდა იმას გავაკეთებ და ვისაც მინდა იმას ვასიამოვნებო, ალბათ ამით დაკავდება იმ საპატიმროში და ხაზარაძეს აი ბუმერანგის პრინციპი მოქმედებს. თბილკერას რო სთავაზობდა ხალხს იპოთეკური სესხებით, ეხლა აი თბილკერაში იქნება მოთავსებული, ალბათ 7 თვე მიუჟიან მას. ბატონო მამუკა, ეხლა განსაჯეთ, ეხლა მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა გადაგიწყვიტათ ეს, მიუხედავად ამისა ციხე მაინც ციხეა და ეხლა ლაცასიამოვნო არ არის იყოფნა, რომ სიმართლე რო თქვა, სულ იდეალური პირობები იყოს შექმნილი. და ერთი რამ არის კიდე რომ ეს ხალხი ეხლა არიან თოჯინები. თქვენ გონიათ ამათ უნდა ციხეში წასვლა? მაგრამ როცა შენ ხარ დასავლეთის მარიონეტი, შენ რასაც გეტყვიან ის უნდა გააკეთო. შენ უკვე შენ თავზე აღარ ხარ დამოკიდებული.
ეხლა გახარიას უნდა ციხეში წასვლა, ან ამას უნდა ეხლა ბოდიშთა ხაზარაძეს, რომელიც მთელი ცხოვრება ლამის ლუვრის სასახლეში არის და ცივნიავს არ აკარებენ. უნდათ ეხლა ყუდროება ხო ერღვევათ. მაგრამ აი ეს არის დასავლეთი ცდილობს რომ საქართველოში შემოიტანონ სადაც ახალი მღელვარება, მოაწყოს რაღაცა გადატრიალების ახალი რაღაცა დათესოს მარცვალი, არჩევნები მოდის თვითმმართველობის. ეხლა როდესაც იმას შევოდნენ, აკავებდნენ მას, აიო თბილისი უნდა დავიბრუნოთ რა შუაში, ეხლა თბილისის დაბრუნება კაც გაკავებენ, აი რა მაგისტრის ცხელა შედალოცულო, თბილისის დაბრუნება რა შუაშია, შენს დაკავებასთან თბილისის გამო დაგაკავე შენ. მაგრამ ესენი ამას ვაკეთებენ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომ აწიონ ტემპერატურა, რომ აი ხალხისთვის წამებული რაინდები იბძვიან საქართველოსთვის. და იცით რა არის, თქვენ როცა საჭირო იყო, მაშინ არ გამოგიჩენიათ ესეთი თავდადება. არ პირიქით იმალებოდით და ეს ეხლა გამოვიდა ეს ლუი დე ფინესი ამ ლელოსი და ნახეთ ერთი რა განცხადება გააკეთა ეს სასაცილო ესენი აი არ ვიცი კომედია არის მე მგონი. ეხლა ბადრი ჯაფარის ესო ბორკელს დაადებ კაც რომელმაც გამოაცხადა ამ ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. კაც რომელმაც ამ ქვეყანაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოგვიტანა. ესე იგი ბადრი ჯაფარიძე მოუტანა საქართველოს თურმე დამოუკიდებლობა. აი იმ პერიოდში უზენაეს საბჭოში სამწუხაროდ ისეთი შემთხვევითი ხალხი მოხდა, რომლებიც საერთოდ უზენაეს საბჭოში კიდევ სახში არ იყვნენ შესაშვები. ეს კაცი მე ცხოვრებაში არ ვიცოდი ბადრი ჯაფარიძე თუ დამოუკიდებლობის აქტზე ქონა ხელი მოწერილი, იმიტომ რომ როდესაც დაემხო ხელისუფლება, ერთი სიტყვა არ დაცდენი ამ კაცს, რომ აი მე გმობ ამას და რაღაცა ეს იყო გადატრიალება, ერთი სიტყვა არ დაცდენი ამას. და არც არასდროს არ გამოსულა და არ უთქვია რომ ხელი მოვაწერო. ეხლა როცა უნდა ამ პლასტიკას ატრიალებენ იქით და აქით რომ თითქოს რაღაცა დამოუკიდებლობა თურმე ბადრი ჯაფარიძე მოუტანა საქართველოს. თქვენ საქართველოს მოუტანეთ ვაება, სისხლი, ცრემლები და უსახკაროდ დარჩენა. ათასობით, 10,000-ობით ადამიანი თქვენს გამო ბატონო ბადრი, ბატონო მამუკა დარჩა გარეთ. თქვენი თანამშრომლობის გამო ხალხს ართმევდით ქონებებს და იპოთეკის სესხებით და რაღაცა გარკვეული მაქინაციებით ხდებოდა ის, რომ შემდგომში ხელში იგდებდით თქვენ ქონებას, ამისი ნათელი დასტურია ელიტ ელექტრონისი. ელის კაცი ნამდვილი ანზორ ქოქოლაძე, რომელსაც აი ეს არის ნამდვილად ერის სინდისი და ნამუსი ეს კაცი, იმიტომ რომ მე მახსოვს, როდესაც ის წელში გამართული ბიზნეს უძღვებოდა, ყველას ეხმარებოდა, ინტელიგენციას, ხელოვნებს, მახსოვს ერთი ძალიან მწყინვალე საღამო, რომელიც გამართა და ყველა მოიწვია იქ და ფულადი დახმარებები მისცა იმ ხალხს, ეს სანამ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა იმ პერიოდზე მაქვს საუბარი, მშიერ და მწყურვალ ინტელიგენციას ხელი გაუწოდა და მე ამ ინტელიგენციამ ერთი სიტყვა არ დაცდენია იმაზე, რომ ანზორ ქოქოლაძემ აი ამ ხელა სიკეთეები რო გაუკეთა ქვეყანა და ანზორ ქოქოლაძეს აი გარკვეულწილად აი ეს საშინელება რაც მოუწყვეთ, აი ამაზე თქვენ პასუხს აგებთ და კიდე უამრავი ბიზნესმენის გამო. თქვენ მაგნიტიდან დაკავშირებითაც პასუხი უნდა აგოთ და ბუმერანგივით დაგიბრუნდათ ის ბოროტება რაც გააკეთეთ. და დღეს ლაპარაკობთ რომ ჩვენ ვიღაცას რაღაც მოუტანეთ. რა მოუტანეთ თქვენ ვიღაცას? თქვენ უბედურების გარდა არაფერი არ მოგიტანიათ ამ ქვეყნისათვის. და დღეს გამოდიან ესენი და რაღაცა წარმოაჩენენ. მე ვფიქრობ რომ აი ამ საგამოძიებო კომისიამ აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ბატონი ანზორ ქოქოლაძის ელექტრონიკის საქმით. ეს საქმე რაღაცა ყმადაღებულივით არის და რა ვიცი რაღაცა ხო უნდა დაადგეს საშველი ბოლო-ბოლო ამ ყველაფერს და მამუკა, ნანუკა თუ მოგაკითხავს ეხლა ციხეში ის არის საინტერესო შენ, აი ეს ბოლოს რო დაემშვიდობე, კარგად ნანუკაო, აი ეს 30,000 ლარიანი ნანუკა, რომელიც TV პირველზე მუშაობს და მეორე ნანუკა კიდე იქ ფულებს რო კრიფავს, ლობიანები რო დაარიგოს ხალხში და 99%-იც კიდე იმ დაგროვებული ფულით პარიზში დაფრინავს და კორეაში და რა ვიცი, დუბაიში. ეხლა რა ქნას იმ ორმა ნანუკამ. ამიტომ ეხლა მე ვფიქრობ რომ იცით არც არაფერი არ იქნება, ვერც ვერაფერს ტემპერატურას თქვენ ვერ აწევთ, პირიქით ხალხი არის გახარებული. რომ თქვენ რომ გაამწარეთ ხალხი, რომ საშინელ დღეში ჩააგდეთ ეს მოსახლეობის დიდი ნაწილი, დღეს აი გადაინაცვლეთ იქ, სადაც თქვენი ადგილია და სამწუხაროა ის, რომ თქვენი მეშვეობით მოხდა ეს და არა
უშუალოდ იმ საქმეებიდან გამომდინარე. თვითონ ბოდიში და გადაწყვიტეს ციხეში შესვლა, თორე ხელისუფლებას არ დაუტოვეს საშუალება სხვანაირად რომ ემოქმედათ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხი, რომლებიც ეხლა ყველა ალბათ გახარიას გადაინაცვლებს იქ, თუ კი არ მივა კომისიაზე, ნამდვილად ღირსი არის ციხეში იყვნენ. არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია, სხვათა შორის ეხლა ეს ვანო ნადირაძე გარდაიცვალა, ეგრეთ წოდებული, ვანო ბახმუტელს რო ვეძახდი და ჩვენ რო გვემუქრებოდა იქ უკრაინიდან, არც იმის სიკვდილი არ მიხარია სიმართლე რო გითხრა რა. იმიტომ რომ გასაგებია რომ ჩვენ გვებძოდა, მაგრამ არც არავის დაჭერა არ მიხარია და არც არავის სიკვდილი არ მიხარია, მაგრამ იცით რა შე, ყველა ირჩევს იმ გზას, რომელი გზაც მიდის ამ კონკრეტულ გარკვეულ ქმედებამდე რაღაცა ფინიშამდე. და მე მინდა აგრეთვე იმ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს მიუმართო რა. აი ხო ხედავთ ხალხო რა არის ეხლა რისი მიღწევა შეიძლება. არ ჯობდა ეს კაცი ყოფილიყოს ქვეყან საქართველოში ოჯახს დახმარებოდა რაღაცა. მე ყველა ადამიანის სიკვდილი მწყის ქართველის. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელიც აი ქართველების ცუდი გვინდოდეს რა. პირიქით ჩვენ ისე უნდა გავიმარჯოთ, მეგობრებო, რომ აი ისინიც გამარჯვებულები იყვნენ. ისე უნდა გავიმარჯვოთ. შემოვატრიალოთ უნდა ეს ხალხი, ვისი შემოტრიალება შეიძლება. ეხლა სააკაშვილს და ნაცექტას ჩვენ ვერ შემოვატრიალებ. მაგ საუბარი აი იმ ადამიანებზე, რომლებსაც აი აბნეული გზა აქვთ და შეცდენილები არიან. დღეს ჩვენ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვექნება საუბარი და ჩვენი გადაცემის სტუმარი არის პუბლიცისტი, ისტორიკოსი ბატონი დიტო ჩუბინიძე. მოგესალმებით ბატონო დიტო. ბატონი დიტო არაერთი პუბლიკაციის ავტორია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთან დაკავშირებით და აი რა განცდა გაქვთ ეხლა რომ თქვენ ითხოვდით მათ საპატიმრებას, მაგრამ არა ასე სხვა მიმართულებით. რა სიტყოდით აი დღევანდელ აი ამ ფაქტთან დაკავშირებით. საღამოშვიდობისა ბატონ ნიკოლოს მივესალმებით ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს, ჩვენს ერთგულ აუდიტორიას. რა თქმა უნდა მე უერთდები თქვენს პათოსს იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი ქართველის არც გარდაცვალება და არც საპატიმროში გამწევსება არ მიხარია. არ შეიძლება რომ ადამიანს ეს გაგიხარდეს რა. იქ უკვე როცა ეს გიხარია, კაც, იქ უკვე თავდები როგორც პიროვნება და საერთოდ აღარც უნდა კონდეს რაღაც მორალურ და ზნეობრივ კატეგორიებზე რაიმეზე პრეტენზია. მაგრამ ჩვენ უნდა გავიხსენოთ ცნობილი რომაული ანდაზა, ქვეყნიერება რომც დაიქცეს, სამართალი უნდა აღსრულდეს. სამწუხაროა რომ აი ამ ორ პიროვნებასთან, ორ ხანდაზმულ თაღლითთან დაკავშირებით სამართალი თითქოს დაასრულდა, მაგრამ ვერ აღსრულდა. ესენი მართლაც თქვენი თქმისა არ იყოს, თავის ფეხით მიდიან ციხეში, თორემ ესენი იმ საქმეებისთვის არ წასულან ციხეში და იმ საქმეებისთვის არ დაუპატიმრებიათ, რაზეც მთელი ქართველი ხალხი და მთელი ქართველი ერი რო იტყვიან აი ჩახმაღზე შემართული თოფივით არის გამზადებული და ელოდება როდის იქნება გამოტანილი ვერდიქტი აი ამათი არაკაცობის და ამათი ავკაცობის შესახებ. საუბარი მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რა ვიცი, ასეულ ათასობით ქართველი მიანაბრე გაატყავეს, ქართველ პენსიონერებს, შრომელ ხალხს, ხელებ დაკოჟრილ ხალხს დასამარხი ფული არ დაუტოვეს და უზარმაზარია ეს თაღლითური სქემა მოიგონეს 92 წელს, რასაც ერქვა სახელმწიფო კორპორაცია და შექმნეს თაღლითური გზით TBC ბანკი და მთელი ქართველი მიანაბრეების ანაბრები მიიტაცეს, გაახაზირეს, გაასუხარეს და გახდნენ ასე მილიონერები და მილიარდერები. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე არიან მილიარდერები ქართველი ხალხის ცარცვა გლეჯის და გატყავების ხარჯზე და მათ აი ამისთვის უნდა აგონ პასუხი და არა იმისთვის რომ
რაღაც კომისიაზე არ გამოვიდნენ ისინი და 7 თვიანი სასჯელი და 8 თვიანი სასჯელი მათთვის არის რომ იტყვიან როგორც ნოდარ დუმბაძის თეთ ბაირაღებში არის ნათქვამი ბაირამობა. ესენი აი ამ საქმეებისთვის უნდა იქნენ განსჯილნი და ბრალდებულნი, რასაც ქვია ქართველი მიანაბრეების გატყავება და ასევე მორალური სასჯელი თუ კი არსებობს ასეთი იურისპრუდენციაში მათ უნდა დაეკისროთ თუნდაც იმ ფაქტის გამო რაც მამუკა ხაზარაძემ ჩაიდინა 1999 წლის 18 თებერვალს, როდესაც კომკავშირელ ზონდერებთან ერთად სკამის გადაჭრილი ფეხებით შეერაღებულები დასდევდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერს აცგანსვენებულ სულნად მერაბ კოსტავას და მამუკა ხაზარაძეს უნდოდა რომ მერაბისთვის ჩაერტყა ეს ჯოხი და ერთ სიტყვით ვერ მოახერხა ბოლომდე, თორე ძალიან დიდი სურვილი კი ჰქონდა. სხვათა შორის აი ამ გარეწარმა და გარყვნილმა სააკაშვილმა შეახსენა მამუკა ხაზარაძეს ეს დანაშაული საზოგადოებას, როცა თქვა რომ მამუკა ხაზარაძემო მერაბ კოსტავას აწოდავს ერთი პალტო ჰქონდაო და ისიც შემოახია ტანზეო, ეგ ცნობილი მისი განცხადება. მაშინ ისინი თხადამგელივით იყვნენ ერთმანეთის მიმართ, მერე ჩაეხუტნენ ერთმანეთს ძალიან ჩაუმეგობრდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს უკვე სხვა თემა, სხვა განზომილება, სხვა ისტორია, ამაზე ალბათ ჩვენ სხვა დროსაც ახლაც შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის მე ვეთანხმები თქვენს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ესენი რისთვისაც უნდა იყვნენ დასჯილნი სამწუხაროდ და საუბედუროდ, იმისთვის არ წასულან ესენი ციხეში. ესენი წავიდნენ იმისთვის, რომ აი ამ კომისიაზე არ გამოცხადდნენ. არა, ფონი რო შექმნას დასავლეთმა რომ იჭერენ ყველა. და სინამდვილეში მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იყვნენ მიხეილ სააკაშვილის გარყვნილი რეჟიმის ფინანსური ჟანდარმები. ესენი რაც შეეხება ბადრიძე ხო და ეს ახლა როგორ იყვნენ ისინი შეხმატკბილებულები, როგორ ესე იგი დაღუპეს ბატონი ჯემალ ლეონიძეს წინვალი ადამიანი, რა უქნეს მის ესე იგი კომპანია მაგნატს, რა გაუკეთეს ბატონ ანზორ ქოქოლაძეს, რომელიც ყველას ეხმარება და ჩემი დიდი სიყვარული, ქრისტეს მიერი სიყვარული და პატივის ძმური სიყვარული და პატივისცემა მინდა დაუდასტურო მას. ხო, მართლაც შესანიშნავი ადამიანი, რომ მე არ ვიცი. ეკლესიებს ეხმარება, ხალხს ეხმარება. აი, თუ შეიძლება ბიზნესმენი, მეწარმე, ერისკაცი იყოს, ეს არის ანზორ ქოქოლაძე. მე არ ვიცი. ეს არის ნამდვილად უდიდესი პიროვნება. აჭახლის ხეობიდან არის ეს აჭარელი კაცი, საიდანაც საქართველოში ქრისტიანობა გავრცელდა, აჭარიდან მოგეხსენება თქვენ და მე არ ვიცი რა ანზორ ქოქოლაძეზე უფრო მაგარ ქრისტიანს და უფრო კარგ ქართველს მე არ ვიცნობ საქართველოში. და არა მარტო ბატონი ანზორი, ბატონი დიტო შეგაწყვეტინებთ მისი დაც ქალბატონი ეთერი, რომელიც ქალბატონი ეთერ ქოქოლაძე, რომელიც ასევე აი როდესაც ძიმე პერიოდი იყო და აი მართლა ტერორი წავიდა იმ ელიტ ელექტრონიქსი, რომ არა ქალბატონი ეთერი საერთოდ არაფერი არ დარჩებოდა. ეს არის ტექნოლოგიის განსახიერება. ანუ მთელი ოჯახი არის, მთელი მათი ოჯახი, მთელი მათი გარკვეული აი ეს შტო ქოქოლაძეების, რომლებიც უძღვება, ესენი არიან მსხვერპლი ამ სისტემის, მამუკა ხაზარაძის და დღესაც ეს ხალხი იბრძვის სამართლიანობისთვის და მე მინდა ხელისუფლებას ვიმართო, რომ დააყენეთ საშველი კაცო და რაღაცნაირად აღადგინეთ სამართლიანობა რა. ესე იგი, ხელის გულზე ძევს ელიტ ელექტრონიქსის საქმე, რომ ესენი იყვნენ სააკაშვილის ბანდიტები და კეზერაშვილის ხელის ბიჭები, რასაც ეტყოდა ეს წვერებიანი უკაცრავად და მაიმუნი, იმას აკეთებდნენ ესენიც რა. და ყველაზე საგანგებოდ მინდა აღვნიშნო, რომ აი ეს რო გამოვიდა ეს ამათი გებელსი თუ გეგელი, ისა გეგელია რო გამოვიდა რა, მამუკა ხაზარაძის გეგელი. ეს ახალი ლუი დე ფინესი არის, ლელოს ლუი დე ფინესი. ნუ არ ვიცი, ეხა ბურვილი არის თუ ფიუნეს, ეგ არ ვიცი. სად მონახე? ესე იგი გამოვიდა და ბადრი ჯაფარიძემო მოუტანა, მაშინ ზვიად გამსახურდია ვინ იყო? ტროლეიბუსი შოფრად მუშაობდა თუ რა ვინ იყო ესენი? მე აიგეთი არაფერი ეს იყო ფინა რა. ესე ბადრის მოუტანია. მერაბ კოსტავა თურმე მუშაობდა იმაში, ტრიკოტაჟის ფაბრიკაში და ისა ზვიადი ყოფილა ტაქსი შოფერი. ხო და მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ყოფილან ეროვნული მოძრაობის პატრიარქები. ჩვენ არ ვიცოდი.
არ ვიცი მე ეგეთი ეს ახალი ისტორია არის. ეხლა დანუკა ჯორჯოლიას რომ ისე წიგს გამოსცემს მაგას. ეხლა მე მინდა მოუწოდო ბატონ მამუკა ხაზარაძეს რომ ესე იგი თქვენ ეხლა გაქვთ ერთი გზა დარჩენილი. ეს გეგელი რო გყავთ აგერ პარტიაში და ის სამუშია კიდე თუ რა გვარია ისა რა ქვია ის ადვოკატი ძალიან ბევრს ოყვირის ხო მაღალ ხმაზე როა ჩაწერილი აი ეგენი ჩაუყენოთ ეხლა თქვენ დაიწყოთ ახალი ეს ეროვნული მოძრაობა და დაიხმარეთ LGBT ხალხი თქვენი ქალიშვილი ხო ბატონო ხაზარაძე ხო გახდა აი გეი ფილმების თუ LGBT ფილმების ლაურეატი ხო ფაქტი ხო არაფერი მეშლება ბატონო ნიკოლას ხო გაიმარჯვა ქალბატონმა მამუკა ხაზარაძის ქალიშვილმა ღმერთმა კარგად ამყოფოს კაცო და გაიმარჯვა რაღაც ფილმი გადაიღო და LGBT ფილმების ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და ჩამოიტანა იქედან რაღაცა ჯილდო არ ვიცი ხა ის რა ფორმის არის LGS ჯილდო და როგორია და სადა ჩამოკიდებული მამუკას და მის ქალიშვილს მაგრამ აი ხა გამოიყვანეთ ბატონო მამუკა თქვენი ქალიშვილი და აი ეს LGBT კინოფესტივალის ვინც მონაწილეობდა იქ ჟიური და ისინი და მსახიობები გამოიყვანეთ ეხლა და დაიწყეთ ისა რა ქვია LGBT მარშები თბილისში რომ იქნება დააყენეთ მოთხოვნა რომ ესე იგი აი ამ ხალხმა მოითხოვოს თქვენი გათავისუფლება ხო და აბა თქვენ იცით ეხლა რომ რაღაცნაირად შექმნათ იქნებ საზოგადოება რომელი ნორმალური და ჭკუატმყოფელი სინდისიერი და პატიოსანი ქართველი გამოვა ქუჩაში და მოითხოვს თქვენს გათავისუფლებას გაატყავებული ყავთ ნახევარი საქართველო გამოსახლებული ყავთ ათასობით ადამიანი შეჭამეთ მთელი ქვეყანა გადააგდეთ გადაყარეთ დაატუსაღეთ და გავწქვენით ამდენი ბიზნესმენები პატიოსანი ხალხი ციხეში გაუშვით სააკაშვილს შეეკარით ნაძირალა კეზერაშვილის მუცლით მეზღაპრეებად და ტიკინებად იკეცით და თქვენ დღეს გამოდიხართ თქვენი დაქირავებული ხელის ბიჭების მეშვეობით და ჩვენ გვეუბნებით რომ ბადრი ჯაფარიძემო და მამუკა ხაზარაძემო ეროვნული თავისუფლება მოუტანეს საქართველოს აი ეგეთი თავხედობა ეგეთი არ ვიცი ამას მარაზმიც კი არ ქვია უკვე რა აი ეგეთი ზნეობრივი დეგრადაცია და ეგეთი პარტახი სულისა არ ვიცი მე აი ესე იგი მგონი ამავების ბაზარში არ აღუწერია ცნობილ ინგლისელ ბრიტანელ კლასიკოსს აღარაფერს ვამბობ უდიდეს მოაზროვნეზე დანტე ალეგიერზე აი ეგეთი ზნეობრივი გაპარტახება და ეგეთი სულიერი დაცემა და ამიტომ მე არ ვიცი ეხლა ამ ხელისუფლებას მე მოუწოდებ და ვთხოვ რომ სამართალი დააყენეთ და ეს ხალხიც დააყენეთ ერთ ადგილზე რა სამართლის დაყენებაში მე რას უგულისხმობ სამართალი უნდა დადგეს რას ნიშნა არ გვინდა ჩვენ აღდგენა სამართალი რო აღდგეს ესე იგი ოდესღაც უნდა ყოფილიყო სამართალი არასდროს არ ყოფილა ამ ქვეყანაში სამართალი როდის იყო სამართალი არასოდეს არ ყოფილა მაგრამ დააყენეთ სამართალი დადგეს სამართალი რას ნიშნავს რომ წართვა ბატონ ჯემალ ლეონიძეს ხო აქვს ქონება კაცო მილიარდერი ხო არის ხო და ის 80 მილიონის ქონება მაშინდელით დღევანდელი პროცენტებით უანგარიშეთ გამოვიდა 200 მილიონი მიეცით ბატონ ჯემალ ლეონიძეს და გაისტუმრეთ ის კაცი წართვა ბატონ ანზორ კოკოლაძეს 150 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება იანგარიშეთ პროცენტებით გამოვა რაღაც 300 მილიონი მიეცით ბატონ ანზორ კოკოლაძეს ვინმე წართვა კიდე სხვას დაუანგარიშეთ და სამართლის დადგენა ასე ხდება. სხვანაირად ეგ როგორ იქნება ახლა? მაშინ მე შევჭამ 300 მილიონ დოლარს და გამიშვით 8 თვით გენაცვალე ციხეში. ესე იგი მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ბაჩუ ახალაია ისე იყო გასუქებული ციხიდან 3 კაცი აწვებოდა ვერ გამოიყვანეს გარეთ. ესენიც ახლა თქვენ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. არა ესენი ამათვის ადრენალინი. ეგენი იქედან გამოვლენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე
გეუბნები, აი კახა ბენდუქიძე ბიბიქარებს რა გეუბნები. არა, ეხლა იცი რა, ციხე პირობები კარგი, ჩემით იქ არავინ შეეხებათ, დაუპატიურებას იქ არავინ დაუპირებს, წამებით არავინ აწამებს, სიგარეტის ნამწვევებს არ მიაწვევს ზურგზე, როგორც ცხონებული სულხან მოლაშვილი აწამეს, როგორც ცხონებული ჩემი მეგობარი, ჩემი კურსელი, დათო ცინდელიანი მოკლეს ამ გარეწრებმა და ესა რა ქვია, დახვრიტა რომან შამათავამ. და მე ბეტონის ფილა გამოაბადა ჩააგდო შავი ზღვის ბათუმის აკვატორიაში ასევე ცხონებული პაატა ქარდავა როგორც მოკლეს ცხონდეს მისი სული და მისი ქალიშვილი ვერ შევიკავე თავი დღეს აი ავტობუსში უყურებდი პირდაპირ ეთერს და ცრემლები წამომივიდა კაცო და მე ვიფიქრე ვინმე რაღაცა არის ფიქრობს მეთქი რომ ეს კაცი ვერ არის კარგად და სათვალე გავიკეთე შავი სათვალე რომ ვერ შევიკავე მისი ქალიშვილის ნაამბობი რომ მოვისმინე 1000 ჯერ მაქვს ეგ საქმე მოსმენილიც გადახარშულიც დაწერილიც აღწერილიც ვერ შევიკავე თავი ემოციის გარეშე 52 წლის კაცი ვხდები და ტირილი დავიწყე ავტობუსში ცრემლები წამომივიდა რა უქნეს კაცს როგორ მოიტაცეს ამ გარეწრებმა და ამათ პასუხი არ უნდა აგონ. არა, ეს კომისიის ხდომა ვიღაც. და ეს გარეწრები აფინანსებენ იმ კომისიის ხდომაზე. მე მართლა თქვენი არ იყოს ბატონო დიტო, მეც აი გული მიხდება, აი მაგალითად ეხა იმ ზერეკიძეს რო უსმენდი, რაც ზერეკიძეს გაუკეთეს, ხო? ფაქტობრივად თელი ოჯახი გაუწყვიტეს ამ ბიჭს რა და ეს ბიჭს ეს გამოვიდა შალიკო ნათელაშვილმა სინდისი დაკარგა ამ ესო დაასაქმესო კაცო რა დაასაქმე ჟედალოცილო მამა მოუკლეს კაცს ციხეში უგდანაშაულოდ კაცი გაუშვეს ახალგაზრდა ბიჭი და სადღაცა თუ მუშაობს ესე იგი ესეც უნდა დავამარდლო ჩვენ ვიღაცა სადღაც იმუშავებს აბა რა იქნება მინისტრი ხო არ არია რა და ესე იგი გაუგონარი არის ის რაც ხდება და აი რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ ბატონო დიტო არ ვიცი სასწაულია რა. მე ნუ მომთხოვ ჩალვალ ათელაშვილზე გავაკეთო კომენტარი. მე მაინც წარსულ ურთიერთობებს პატივს ვცემ და არ მინდა რომ მაპატიეთ და ყველაფერს რო იტყვიან ხაზი გადაუსვა, მაგრამ ძალიან რბილად ვიწყვი და ძალიან მოზომილად რომ ბატონი შალვას განცხადებები ამ თემებთან და მსგავს საკითხებთან მიმართებაში მისი პოზიცია, მისი კომენტარები არავითარ რო იტყვიან ჩარჩოებში არ ჯდება და მე მეტი არ მინდა ამ თემაზე ვისაუბრო. მე ძალიან თბილად და ტკბილად მახსენდება ის დრო, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი და ბატონ შალვოსთან მივდიოდი და ინტერვიუებს ვაკეთებდი, მაგრამ არაფერი კარგი გასახსენებელი მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად აი ამ გარეწრების პოზიცია დაიჭირა, მე არ მრჩება და განსაკუთრებით იქედან მოყოლებული, რაც აი ამ სამშობლოს მოღალატეებს და ამ ხალხსტუხიან ღორებს როგორიც არის გიგი უგულავა და ეს ოქრუაშვილი ეს ნაძირალა ეს გარეწარი კოკოიტთან ერთად რო ნადირობდა 2008 წლის აგვისტოს ომის წინ და მე კიდე ფულები ვერ გაიყვეს მაგან და სააკაშვილმა და ამაზე ატეხეს ფულები ჭუბი და აი მაგ ხალხს რო ჩაეხუტა ეგა სამშობლოს დამაქცევრებს სამშობლოს გამყიდველებს აი იმის შემდეგ მე ახლა არ მინდა ბატონ შალვა ნათელაშვილი არა ერთი რამე არის უყურეთ აი მე ვერავს დროს ვერ გავამართლები მეც და ბატონი თითოც ვიბძოდით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეხლა უფრო მეტის შეიძლება ვიღაცა უფრო მეტად იბძოდა, უფრო ნაკლებად, მაგრამ მე პირადად ვიბძოდი რეჟიმის წინააღმდეგ, დავტოვე სახელმწიფო სამსახური და აგერ არქივი არის და ეხლა ვიღაცა თუ იტყვის, სადე გამოვდიოდი მედიით, გამოვდიოდი აქციებზე და ეხლა რაშია საქმე, იცით? არასდროს არ გამჩენია სურვილი რომ რაღაცა ხელისუფლებისგან მე რო ვერ მივიღე რაღაც სათანადოდ ის ყურადღება ვერ დავიმსახურე ამდე არ იყავი და ნაცების ხარეს გადავსულიყავი და დამეწყო ხელისუფლების უსაფუძვლო ლანძღვა გინება თუმცა ჩემგან მათ კრიტიკა არ აკლია ბიჭო აი ხა იმ შალვა ნათელაშვილზე ბიჭო ეშმაკს იახელი აღსარებაზეო იმიზე არის ნათქვამი რა ამ ზვია ძიძიგური პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყო ეკაბესელია კიდე რა ვიცი იურიდიულ კომიტეტის თავმჯდომარე იყო მაღალი პოზიციები ეკავა და ადგა და იმათთან მივიდა და დადგა აი გასაგები წახვედი აკრიტიკე კი ბატონო მაგრამ ამათთან როგორ უნდა დადგე ამათთან ვისაც ჯალალედის ეძახდი ეხა გუბას სანიკიძე კაცი იძახდა ვინცო ნაცების გვერდით დადგება და 5 ნომრიან მაისურს ჩაიცვებსო ის მოღალატეობდა შვილს ჩააცვა 5 ნომრიანი მაისური შვილს
და ეხლა ამ ხაზარაძეს კიდე ხაზარაძეზე რო ვლაპარაკოთ ბატონო მამუკა თქვენ მე ვიცი რომ რაღაცა ბოლო პერიოდში ესტრადაზე გინდოდა თქვენი თავის დამკვიდრება რაღაცა სიმღერებს წერდით რაღაცა გიტარას აჩხაკუნებდით და მე მოგიწოდებთ რომ ეხლა გიტარას თქვენ არავინ არ დაგამადლით იმ ციხეზე ხო და აი ეხლა ქართველ ხალხს რო სისხლის ცრემლების დიოდა თქვენ რო ხალხს ატყავებდით და სახლიდან ყრიდით აი ეხლა და ამ დროს განცხრომაში იყავით თქვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად აი ეხლა ეს სიმღერა შემოძახეთ იმ საბატიმროში ბატონო მამუკა ერთი რამე არის რა ბატონი ბადრი ცოტა ეთქობა დაჩაგრულია ბუნებისგან იქ ასატრინის წვადებს და იქ იკრას მიირთმევდა და იცით რა არის ღმერთმა შეგარგო თქვენ ეგ რაც ჭამეთ და ეხლა ყველაფერი რაც ჭამეთ და რაც მიიღეთ უნდა ყველაფერს დაბრუნება მეგობრებო ამ სინატრას ხანგებს რო აგუგუნებდით იქ და ბოკალ შამპანს მიირთმევდით და ამ დროს ის თქვენი კრედიტ ოფიცრები ხალხს ასახლებდნენ აი ძალიან ისეთი აი არ გეჭხირებოდათ ეს ლუკვა მაინც პირში იმიტომ რომ რამდენი ადამიანი მოსულა ჩემგან აი ვეხვეწებოდიო ამ ტიბისი ბანკს რომ გეხვეწებით აი გადამივადე გადავიხდით და გადახდილიც ჰქონდათ ბევრმა სესხი სრულად დაფარა მაგრამ ის დრაკონული მუხლები რომელიც პირსან გამტეხლოს ითვალისწინებდა და ჯარიმებს ითვალისწინებდა ადამიანებს სიცოცხლეს ართმევდა ბევრმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ეხლა როგორია სახს რო დაკარგავ კარს რო დაკარგავ მე შეგეთქვი ხა მეორეჯერ იყიდი თუ რა და ესენი აქ წამოკოტრიალებული ხატია დეკანოი არ ვიცი იყო თუ არა ესეთი სასიამოვნო გარემო თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად იქ ინგლისელები იყვნენ მხარს უბამდნენ და მამუკა ნებიურობდა და აი მამუკა ხაზარაძე მაგონებს ცნობილია ეს ქართული ფილმი რო არის თქვენ კარგად იცით რაიკომის მდივანი თუ რაღაცა ის იმაში რომ არის რა ქვია ხელმძღვანელი რო არის ერთ-ერთი საწარმოს გახსოვთ ალბათ იცით ეს ფილმი ჩვენი სასიკადულო მსახიობები მონაწილეობდნენ და აი ზუსტად იმის პროტოტიპი არის რა და არ ვიცი აი ბატონო მამუკა მაფიოზის როლს რო თამაშობს ხო მე აი გოგი ხარაბაძე როა მთავარ როლში და სხვათა შორის მე ეს თუ სული შეგრძნება აქვს რომ მოსდევს ვიღაცა იქ და რაღაცა დაზდევს იმიტომ რომ ადრე ვიღაცა ქალბატონი მიატოვა და რაღაცა და აი გოგი ხარაბაძის პროტოტიპი ხართ ბატონო მამუკა იმ ფილმისა და აი თქვენც ეს შეგრძნება გაქვთ რომ ვიღაცა დაგზდევთ ვიღაცა მოგზდევს არ მოგასვენებთ ეს აი ცნობილი გამონათქვამი მახსენდება გურამ პეტრიაშვილის მოგელანდებითო რა მოგელანდებათ აი სახეები ბატონო მამუკა ეს სასაცილო ნამდვილად არ არის მაგრამ აი ეს უამრავი ადამიანი სახლ-კარგის გარეშე რო დატოვეთ მოგელანდებათ უამრავი ადამიანი რომელმაც თავი მოიკლა მოგელანდებათ აი ეს აზორ ქოქოლაძის სახე ციხეში მოგელანდებათ თქვენ მოგელანდებათ ეს ყველაფერი აი ციხეში მოგელანდებათ თქვენ ვერ დაისვენებთ ვერ მოისვენებთ ერთადერთი არის გამოსავალი აღსარება თქვათ ქართველი ხალხის წინაშე
გამოხვიდეთ და თქვათ, რომ მაპატიეთ და არა ის, რომ თქვენი აგერ ეს ლუი დე ფინესი რო გამოიყვანეთ და რაღაც ახალი ეროვნული მოძრაობას რო ანონსებთ, კაცი რომელიც ეროვნულ მოძრაობას ებრძოდა და მერაბ კოსტავას იმას რა ქვია, პალტო შემოახიეთ იქა იმასთან, რა ქვია, ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აი სამარცხვინო არ არის. პირველ კორპუსთან. ხო, პირველ კორპუსთან. ხო და აი ახლა ეს ხალხი, ახლა აჩხაკუნეთ და იყავით ეს ისა გიტარა, რა ვიცი, ხა იმ გიტარას მიაწვდიან იქ ალბათ რა. სხვათა შორის მხატ კარგად ვერ უკრავს გიტარას, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ იქ რამდენიმე კარგი აკორდი გამოტოვა მან. ხო და მაგრამ არა უშავს. ნუ ისე ხმა. არა, სხვათა შორის ხმაცუდი არ არის ცუდი. არა, ხმაცუდი არ აქვს, მაგრამ რამდენიმე კარგი აკორდი შეიძლება გამოეყენებინა და უფრო არა უშავს ბატონ მამუკა ხათ თქვენ ციხეში გექნებათ რომ გიტარასაც შემოგიგზავნიან ერთი კრემონა კარგი გიტარა. იმ ქალებს თუ შეუგზავნიან ეხლა და მაინტერესებს. ქალებს ეხლა არ ვიცი, ვერავის ქალებთან დაკავშირებით არ ვიცი ეხლა ქალებს მოძებნის კაცო ეხლა დიდი ფულის პატრონია და ხა იქ სადაც ფულია ქალებიც გაჭდებიან. მოკლედ არ ვიცი ეხლა თქვენ მოგელანდებითო რო თქვით, აი დავუშვათ არ ვიცი ვინ მოელანდება, მაგრამ აი ელტონ ჭყონია თუ მოელანდა მაგას ციხეში. ელტონ ჭყონია თვითონ მივა ეხლა მე მგონი ხელმე შეუერთეთ ბოლანდება რა თქმა უნდა ერთ საკაში აღმოჩნდება მე მგონი არა უფრო სწორად მე მგონი ელტონ ჭყონიას მოელანდება მამუკა. ხო ხო და იცით რა არის ვირფასო მეგობრებო, ნათქვამია რომ სამართალი ურმით დადისო, ხო და ჩვენთან არც ურმით არ დადის, კაცმა რო თქვას რა და საერთოდ არ დადის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ბატონო ნიკოლოს, აი ყოველგვარი რაღაცა გადაჭარბების გარეშე ვიტყვი ამას, რომ საქართველოში დღეს არის სამწუხაროდ და საუბედუროდ ძალიან ბევრი ადამიანი გახარებული. აი რამდენი კაცი გნებავთ იმდენი იქნება, რომელმაც ეხლა დღეს რო გაიგო მამუკა ხაზარაძის გაჭერა იქეიფა. ისე გაამწარა, ისე შეაზიზღა ხალხს თავი. ისე შეაზიზღა მამუკა ხაზარაძემ ხალხს თავი, ბევრი მეკითხება ეგ ქართველი არის თუ არაო. სუფთა ქართველია ძვირფასო მეგობრებო. აბსოლუტური ქართველია. სოფელ ბაშიდან გახლავთ. ეგ არის სუფთა ქართველი. მაგრამ ვაი ქართველია და უბედურებაა. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს იმ პირველ ეროვნულ ხელისუფლებაში რო იყო და ზვიად გამსახურდიას დროს უზენაეს საბჭოს დეპუტატი გახდათ და მართლაც აქვს ხელი მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი მაქვს ხელოვნებაში. ეგეც ვაი ქართველია. იმიტომ რომ შეუძლებელია კაცმა, კაც ხელი ნორმალურ ადამიანს თუ ის ქვეგამხედვარი არისო, თუ ორპირი არისო, თუ მოღალატე არისო და თუ სულში მართლაც და ქვებუდანი არ ყავა, არ ქონდა ჩასახლებული, ხელი მოეწერა იმ დამოუკიდებლობის აქტზე და მერე მონაწილეობა მიიღო ქართველი ხალხის ტოტალურ განკულაკებასა და გატყავებაში და გაძვალტყავებაში. მაგრამ აი ესეთი ხალხი თქვენი თქმის არ იყოს, მცხონებულ ზვიად გამსახურდიასაც მრავლად ყავდა, აი ზვიად ძიძიგური მაგალითად ეხლა რა. ხო წარმოგიდგენიათ რა, აი ზვიად ძიძიგური რასაც აკეთებს. ეკაბესელიას ახლა მე ვერ მოვთხოვ მორალს და ვერაფერს ვერ ვიტყვი ამ ქალბატონის შესახებ, თავი გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა, მაგრამ აი ზვიად ძიძიგურზე ახლა მაგალითად აი დადგა კაცი მოღალატეების და სამშობლოს გამყიდველების გვერდით. აი აუხსნელია კაცი რომელიც ტანჯეს და აწამეს ციხეში. ზვიად ძიძიგური აწამეს ციხეში. ძვირფასო მეგობრებო, როცა ის იყო პოლიტიკური პატიმარი და მართლა იყო პოლიტიკური პატიმარი. და ამის შემდეგ კაცი გამოდის გარეთ, ხდება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში, ქართული ოცნების ხელისუფლებაში, არ ვიცი გადაყვა თან ეს კაცი რა. მამაშვილს რო არ გაუკეთებს, ისეთი საქმე გაუკეთა მას ივანიშვილმა და უღალატა, მე არ ვიცი რა მოხდა. უღალატა და დადგა სამშობლოს დამაქცევრების გვერდით. ისე ერთი რამე არის. აი მე ეგ ჩემთვის ბატონო ნიკოლოს ეს არის აუხსნელი. აი მაგალითად ეხლა მე მაგალითად რომ მომივიდეს ეგეთი რაღაცა, რომ ვიყო რომელიმე სახელმწიფო პარტიის, ნუ N პარტიის ან რაღაცა ჯგუფის წევრი და დაუშვათ რაღაცა მოხდა ყველაფერი ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, კაცო. პარტიიდან კი არა, ოჯახები ინგრევა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და სახელმწიფოები იყოფა და იშლება და ინგრევა. და აგერ ანგრევენ უზარმაზარ სახელმწიფოს ჩვენს
თვალსადახელშუა და რა იქნება ამ სახელმწიფოს გრევის მასშტაბების შედეგები კიდე კაცმა არ იცის და ნამეტანი ჭკუით ვიყოთ ქართველებო რა. მე არა ვარ არავის მხარეს, მაგრამ გეუბნებით რომ ძალიან სერიოზული ტალღები შეიძლება მოჰყვეს ირანში მიმდინარე პროცესებს. და ვიყოთ ჩვენ ამისთვის მზად, იმიტომ რომ 90 მილიონიანი ქვეყანა თუ მოგვადგა ჩვენ აქ ეს ლტოლვილთა მასები გადდაქელავენ წელ საქართველოს. ამ წუთად ვრცელდება ინფორმაცია, მინდა რომ ამ თემასაც შევეხოთ, ეხლა ამ ამოკა ხაზარაძეზე მთელ გადაცემას ვერ არა, არცაა საჭირო. ეხლა ელ-უდეიდის ავიაბაზიდან ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემით ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს იგერიებენ. ამის შესახებ BBC ავრცელებს ინფორმაციას და წერს რომ ყატარში აღნიშნულ ავიაბაზაზე ამერიკულის გარდა რამდენიმე ქვეყნის სამხედროები არიან გათავსებული. და ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ ირანმა ყატარსა და ერაყში მდებარე ამერიკული ავიაბაზებისგან ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. არსებული ინფორმაციით ყატარისკენ სულ მცირე 6 რაკეტაა გაშვებული და წერს მედია რომ ირანის მიერ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმების ფონზე დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების უმაღლეს ხელმძღვანელობასთან სასწრაფოდ შეხვედრა მოიწვია. როგორც CNN-მა თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერა, სიტუაციურ ოთახში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი პიტ ჰექსეთი და გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე დენ კეინი. ანუ ეს არის უკვე ფაქტობრივად, ჩვენ ვთქვი კიდევაც, ფაქტობრივად რუსეთის ხელისუფლებაც განაცხადა, ეს არის მესამე მსოფლიო ომის დასაწყისია უკვე. იმიტომ რომ ეხლა რაც იქ ესროლეს, იქ კარგად მოგეხსენებათ რა 2 დღის წინ როდესაც ეს ბირთვული შეერაღების აი რა სადაც მიმდინარეობდა მუშაობა და გაანადგურა ამერიკამ ფაქტობრივად ლამის ატომური ბომბი ჩამოაგდო და ამას მოყვა ეს საპასუხო უკვე გარკვეული ნაბიჯი და აი ეს არის კატასტროფა მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვენთან 2000 კილომეტრი არის დაშორებული ირანი საქართველოს, მეტი არა და აქ ზოგიერთი იდიოტს აი ჯერ ეგერთი ძალიან დიდი საშიშროებაა რადიაციის მხრივ, იმიტომ რომ კი ამბობენ რომ ამოვიღეთო ჩვენ ურანიო და გამდიდრებული ურანიო და მაგრამ კაცმა არ იცის. მე ხა მაგატეკი აკეთებს განცხადებას რადიაციული ფონი არის წողშიო, მაგრამ იცით რა არის, მაინც ძალიან საშიში სიტუაცია. მე დევნილების მხრივ, ეხა იქ თუ ესეთი დაბომბები წავიდა და ეხა ამერიკას საპასუხო კიდე ნაბიჯს გადადგამს. ეხა 2 წელი გაგრძელდებაო, BBC ევროპელები ამბობენ, ანალიტიკოსები, ეს ომი 2 წელი თუ ეს ომი გაგრძელდა. იქ ხო არავინ არ დარჩება, ირანში ვიღა გაჩერდება. წამოვა ეს დევნილები. ირანიდან ეს წამოსული ტალღა ყველა ვარიანტში საქართველოსამდე მოაღწევს, ხო? ყველა ვარიანტში და აი ამას რა უხარია ამ საცოდავს ერთი მაინტერესებს რომ აი ესე ხარობენ აი აქ ზოგიერთი გარკვეულწილად და გზააბნეული ადამიანები ხარობენ იმას საქართველოს ყურის ძირში აგერ ამნაირი უბედურება ხდება და ხარობენ რომ ესე იგი აჟიტირებული ვარ თუ ამის ამით რა მაგარ რაღაცებს ბოდავ ძალიან აჟიტირებული ვარ დილიდან 6 ბომბი ჩამოვარდა აი ულამაზესი ბომბდამშენებიდან რომელიც გუშინ გაუშვეს ბუნკერის ბომბები წალქოშა გემიდანაც დაუშინეს, ანუ პარალელურად ხდებოდა. ეხლა წავედი აუზზე. აპეროლით უნდა აღნიშნო გუშინდელი ღამე. ისე იგი, აი არ არიან გეოვნები ეს ხალხი ნორმალურები რა. ესე იგი ორი ულამაზესი ბომბი თუ რამდენი ულამაზესი ეს ბომბი ჩამოაგდეს, აი. ესე იგი ისე ლაპარაკობენ, შვილო ეს ბომბი რო ჩამოაგდეს, ეს რადიაცია შენ გონი არ მოვა აქამდე, მე ის თუ რაღაცა ბირთვულ შეერაღებასთან არის ყველაფერი დაკავშირებული, არ მოვა, თქვენამდე ჩერნობილმა გადაუარა საქართველოს. ჩერნობილის კატასტროფის შემდგომ საქართველოში აი ეს კიბოთი დაავადების რიცხვი რო გაიზარდა, სწორედ იმის დამსახურება იყო და კაციშვილი არ აცხადებდა ისე მაშინ როგორ ამბობდნენ არაფერი, დიდი არაფერი არ იქნებაო. ეხლა მე არ მინდა მოსახლეობას გული გაუხეთქო და რაღაცა ისეთი ინფორმაციები მივაწოდო, მაგრამ ეხლა ეს იმოქმედებს ჩვენზე ეს ომი ძალიან იმოქმედებს. ვერავინ ვერ შეაკავებს ამ დევნილებს. და გადაგჯეგავენ და გადაგთელავენ. და ეს ნანუკა ჯორჯოლიანი აგერ კიდე ნახეთ ერთი ნახე. აი შატანახეთ. ეს რა სილამაზე ყოლია ამერიკასო აი ამ B2-ის თვითმფრინავებზე იმაზე ლაპარაკობს ბომბზე ესე იგი აი ამ ბომბების ავიამზიდზე რომელთაც ჩამოაგდეს ეს ესენი ბომბები ირანში აი ამაზე ლაპარაკობს ამას უხარია ეს. მე აგერ ესე იგი ჩვენ ყავს ხალხი გზააბნეული ხალხი რომლებიც აი ეგერ ერთ-ერთი არის ტორესამოსი და ნახეთ რას ამბობს.
აშშ სამხედრო საზღვაო ძალებს შეუძლიათ ხმელთაშუა ზღვიდან ტომაჰავკის ერთი ზუსტი გასროლი დაასრულონ საქართველოს არსებული რუსეთის სასარგებლო ვაკხანალია. სამიზნეც ერთი ეყოლებათ და კი ვიცით რა სიზუსტით ისვრიან. ესე იგი ესენი არ ვიცი, ესე იგი საქართველოს ერთი ჩამოაგდონ ეს ბომბიო. და ვითომ ეს ბომბიო ჩამოაგდონ, ამას არ მოხდება, ან ეხლა არ შეეხება ყველას. აი, ესენი ოღონდ ესე იგი საქართველოში, ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდნენ და გააგზავნიან წერილ ტრამპის საყეზე ერთი კაი ბომბი ჩამოაგდეს საქართველოშიო რა. აი, ქვაზე ნუ დარჩენილა ოღონდ ჩვენ ვიყოთ ხელისუფლებაში. ეს არის ამათი მოთხოვნა რა. ოღონდ ესენი იყვნენ და თუ კიდე მიწასთან გასორდეს თბილისი საერთოდ რა. აი ესეთი მოღალატეები, ესეთი საიდან იშვით, საიდან რა ძუძუწოვეთ, ასეთი რა არის, რა უბედურებაა, რომ ესე გიხაროდეს საკუთარი ქვეყნის აოხრება რა. ესენი ძუძუმწოვრები არ არიან, ესენი ქვეწარმავლები არიან, ამიტომ ძუძუ ამათ ნაწოვი არ აქვს რა. პირდაპირ ვიტყვი ამას. რაც შეეხება ბატონო ნიკოლოზი, მოდი გავანებოთ თავი იმას, რომ აი ხა იქნება რადიაციული ფონი თუ არ იქნება. ეგ მაინც ჩვენ ამასთან დაკავშირებით, მაინც ჩვენ ჰიპოთეტურად გვიწევს საუბარი. მოდი საერთოდ არაფერიც არ იქნება. ელემენტარულად საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ირანს დაანგრევენ. ამას წყალი არ გაუვა. ალბათ რეჟიმშად შეცვლიან. სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, ზუსტად როგორ განვითარდება სიტუაცია, ეგ არავინ არ იცის, მაგრამ არავინ იცის უბრალოდ, მაგრამ ну ჰიპოთეტურად მაინც ასე მგონია მე ჩემ წარმოდგენაში რა კი ამ დონემდე მივიდა ну დაახლოებით მოხდება ირანის ერაყიზაცია რაც გააკეთეს ერაყში რომ დაშალეს ფაქტობრივად სადამ ჰუსეინის მიერ შეკოწიწებული ქვეყანა და დაშალეს ფაქტობრივად ერაყი დაშლილი არის რამდენიმე ნაწილად მაგალითად ჩtildeო ნაწილს ხო ერაყის ქურთისტანს ფაქტობრივად ბაღდადის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ხო იქ არის ვითომ ავტონომია მაგრამ სინამდვილეში დამოუკიდებელია ეგა ხო ირანსაც აქვს სხვათაშორის ქურთისტანის პრობლემა აუცილებლად ალბათ გამოიკვეთება ირანული ქურთისტანის საზღვრები დარწმუნებული ვარ ამაში ერთი სიტყვით ეგრეთ წოდებული რეჟიმ ჩეინჯის რეჟიმში გადაიყვანენ ალბათ სიტუაციას შეერთებული შტატების პირველი პირები მაგრამ მოდი გავანებოთ ამას თავი ნებისმიერ სიტუაციაში ლტოლვილები იქნება 90 მილიონიანი სახელმწიფო არის ირანის ისლამური რესპუბლიკა. ეს ხალხი, ეს უზარმაზარი ტალღები ლტოლვილებისა, რომ დაიძრებიან. გნებავთ ჩრდილოეთით, გნებავთ სამხრეთით, გნებავთ აღმოსავლეთით, გნებავთ დასავლეთით. საქართველოსკენ 5 მილიონიც რო წამოვიდეს, 2 მილიონი წამოვიდეს, 1 მილიონი წამოვიდეს. აქვს ხელისუფლებას ჩვენს ქვეყანას იმის რესურსი, რომ ეს ტალღა შეაჩეროს? არა აქვს ვირფასო მეგობრებო. ну პირველ რიგში სომხეთი აღმოჩნდება უნძიმებს მდგომარეობაში და მე ეს ტალღები ჩვენამდეც მოვა. ამიტომ ჩვენ ერთ სულ და ერთ ხორცს უნდა ვიყოთ ახლა ქართველები ხელისუფლების გარშემო ყველანი მე არ მომობ რომ ახლა ყველამ ქართული ოცნების დროშები დავიჭიროთ ხელში თქო მაგრამ ახლა არ არის სიტუაცია ისეთი რომ არ არის შიდა დაპირისპირების დრო და აი ეს ქალბატონები რომ გამოდიან ახლა იმას თავსაფარი რო აქვს თავზე წაკრული ეს იმასავით ჭადების გამომცხობელი ქალებით რო გამოიყურება ჯო პოლიტიკოსობაზე დებს თავს შეიძლება პოლიტიკოსი ესე ლაპარაკობდეს რომ რა კარგიაო ბომბები ჩამოყარეს ირანშიო პოლიტიკოსი შეიძლება ასე ლაპარაკობდეს გეკითხებით მაგრამ თქვენ ახსენეთ ამას წინათ არა რას ქვია არ არის კაცო ფედერალისტები ვართო ჩვენო მე და ფედერალისტები კი არა ბოდიში ახლა ვიტყოდი მაგრამ კიდე შეიძლება ამიტომ ის ტერმინი რაც ამას წინათ თქვენ გაახმოვანეთ და კარგად ვიხალისეთ რომ მიშას ბუჩქების ქალებიო ესენი არიან მიშას ბუჩქების ქალები ჩვენ ხო კარგად ვიცით ახლა რომ სააკაშვილმაც კი ვერ გაუძლო ამ უბშვიტინე ქალს როგორიც არის ეს ჩერგოლეიშვილი და მოიშორა და გაუშვა სადღაც 10000 ევრო თუ დოლარი ქონდა დანიშნული იქ ვიღაცებს თავიანთ პატრონებს თხოვა და დაანიშნა მოიშორა იმიტომ რომ ეს ქალი არ არის თლად დალაგებული რა ეს ბოგერია სოლი და რაც შეეხება ჟორჟოლიანს ნანულას
ნუ ახლა ეს ამ ქალის უწიგნურობა და უვიცობა ხო ყოველგვარ საზღვრებს ანგრევს. ნუ არ ვიცით ახლა. ჯერ ეს ერთი თაღლითი თავიდან ბოლომდე იქაც კი ფული აკეთა. უგზავნიდნენ ეს გაბრიყვებული და მოღორებული ქართველები უცხოეთიდან, რომლებსაც უნდათ რომ საქართველოში მოიყვანონ ეს სააკაშვილის ჩაფრები ხელისუფლებაში და იქ კიდე რას აკეთებდა და რამე აკინაციებს ასრულებდა კაცმა. გასაგები, ეხლა მე არ მინდა ისე მინდა ამ ირანთან დაკავშირებით, მე ბატონო დიტო ვერ დაგეთახმები თქვენ რომ ირანის საქმე დამთავრებულია. ირანი არ არის არც ერაყი და არც კიდე ეგვიპტე და არც ის ქვეყნები. ირანი გაცილებით ძლავრი ქვეყანაა და ირანის უკან დგას რუსეთი, ჩინეთი. თქვენ ნუ გონიათ რომ ეხა ეს წინააღმდეგობა რომელიც უწევს ის ამერიკას, ეს მარტო თვითონ უწევს ამას. იმიტომ რომ შემდეგი სამიზნე ყველამ კარგად ვიცით, იქნება უკვე ჩინეთი. იქნება უკვე რუსეთი. და აქედან გამომდინარე არავინ არ დაუშვებს იმას, მე ეხლა არც ერთ მხარის პოზიციას არ ვიჩენთ, რომ იქ რაღაცა დასავლეთმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახდინოს სახმელეთო გზით ვერ მოხდება ეს. გასაგებია ზიანს მიაყენებენ უდიდეს, მაგრამ ზიანს ისრაელსაც აყენებს, აგერ ამერიკული ბაზების მოხდა. აქ არ იქნება ესე მარტივად საქმე, მე ვფიქრობ ვერ შეცვლიან ისინი რეჟიმს. პირიქით, ამერიკამ როგორც ჩაისვარა ვიეტნამში, როგორც ჩაისვარა სირიაში, როგორც ჩაისვარა უკრაინაში, ეხლა აი მაგალითად ხშირად საუბრობენ, რომ აი როგორ იწელება ომი ამ უკრაინაში, აი ვერ მიაღწია პუტინმა. იცით რა არის მეგობრებო? პუტინს აქვს ძალიან სწორხაზოვანი ხაზი. პუტინს შეუძლია, რა თქმა უნდა, მალევე აიღოს კიევი, მაგრამ ამას მოყოლება ძალიან დიდი მსხვერპლი. და ამ მსხვერპლის გაღება არ უღირს რუსეთს, იმიტომ რომ რუსეთი გააკეთა განცხადება, რომ ის არ შეჩერდება უკრაინით. ჩვენო სადაც ფეხი დავდგეთო, იქო ჩვენო ის ტერიტორია ჩვენი იქნებაო და ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, ის უკრაინა, მთელი უკრაინა ჩვენი იქნებაო ამბობს. და ამიტომ დღეს არის ხორცსაპეკიბი მანქანა არის ფაქტობრივად ეს უკრაინა. 70,000 კაცი მოკლეს უკრაინელები კურსკში. აი რა თუ ღირდა ეხლა ზელენსკის იმ კურსკში შესვლა. აი ვითომ ეხლა კი პიარისთვის რუსეთის ტერიტორიაზე 70,000 ადამიანს რო გაგინადგურებენ. ეს ბირთვი ყველაზე მძლავრი ბირთვი, ყველაზე ისეთი აი მომზადებული შეერაღება რო გაუნადგურეს. ეს მეგობრებო რამხელას ნიშნავს. და დღეს რუსეთს ეომება უკრაინა კი არა, ეომება ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები. და ვერაფერს ვერ უკლებს. პირიქით მიდის რუსეთი წინ. და ამიტომ ეხლა და ამერიკის შეერთებული შტატები ამდენ ფლანგზე ვერ იბრძოლებს. ეხლა რუსეთთან ბრძოლობს ჩინეთთან ოღონდ საომარი არ არის მოქმედება, ეს არის ეკონომიკური ომი და ეხლა ახალი ომი დაიწყო აგერ ირანთან. ვერ გაიმარჯვებს ამერიკა ამ ომში. ვერ გაიმარჯვებს. და ამისი დასტურია მეგობრებო ის, რომ აი დიქტატორს და იმას რო ეძახდნენ, რა ქვია, პირსისხლიან ესე იგი რეჟიმს უწოდებდნენ, მაგალითად ისინი ლუკაშენკოს. დღეს აი ეს ხალხი, ვინც აი ამ ლუკაშენკოს მიმართ აი ამგვარი ეპიტეტებით გამოირჩეოდა, ის ხალხი ჩავიდა იმ ბელორუსში და შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენელი. იმიტომ რომ ეხლა იქ ტიხანოვსკაიას გამოშვებაზე იყო, იქ 5-6 საათი შეხვედ რა, გაცილებით ბევრ რამეზე. კარგად გახსოვთ ტრამპის ბაქიბუქი სამხრეთ კორეის ლიდერთან დაკავშირებით, ამასო ჩვენო დავბომბავთო და მე ჩავიდა კაი ბიჭი არისო. იმ სამხრეთ კორეას ვერაფერი ვერ უქნა. და ირანი არ არის ესეთი ქვეყანა, რომ აი ხა შეცვალო ვერ შეცვლიან. აი ხა მე განახებთ აგერ აი შეხვედრას ლუკაშენკოსთან. ეს ის კაცია, რომლის ჩამოგდებასაც აპირებდნენ. გახსოვთ ალბათ. და ლუკაშენკო მიარაღი აისხა და ვერტალიოტით გადაუფრინა მთელი მას მინსკს და არ დაუშვა ეს. ხალხი რომელიც ლუკაშენკოს ჩამოგდებას აპირებდა, აი ნახე როგორ ეახლენ ლუკაშენკოს ამერიკელი კონგრესმენები და ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები. Какие люди у нас? What the person here? Very glad to hear again. This is Ken. Это как генерал. Кто его не запретит?
Кто его не знает? Самое медийное лицо в You are the последнее most время. media face all over the world right now. Крис, приветствую тебя. Как ты жив, здоров? Нормально? Привет, десантников. Yes, hi, paratrooper. Приветствую вас. Sergio will have an office like this soon. Sergio. With all the gold here, this looks a lot like Mar-a-Lago. It does. President Trump said. Это лучше выглядит, чем гольф-клуб Мар-а-Лаго. Рады вас видеть в этом хорошем месте. Шуму вы наделали в мире очень много своим приездом, но я удивляюсь, почему. Разве мы не можем вести нормальные диалоги, разговаривать о наших делах, об отношениях между Белоруссией и Соединенными Штатами Америки? Gentlemen, I welcome you here to this palace, and you have created a lot of noise in the world by your visit, which is surprising to me, honestly, because why can't we have normal dialogue between the United States and the Republic of Belarus? Но, тем не менее, я очень рад видеть, Джон, тебя, прежде всего, в хорошем, бодром настроении. Ну, Крис, еще рано ему говорить об этом. У нас всегда молодой и здоровый. Ну, и очень рад, господин генерал, встретиться с вами. Chris, but I'm very happy to see you, to greet you here in the palace. Я очень надеюсь, что наша беседа будет очень искренней, открытой. В противном случае, что встречаться, если мудрить, хитрить друг перед другом, мы результата не добьемся. I'm very happy to see you all here, and I very much hope that our discussion will be very honest and very transparent, because otherwise it doesn't make sense to have any meetings at all, because we have to be honest and transparent in our discussions. And which we have been. Как и было до этого. Да, совершенно верно. Совершенно верно. Я очень рад, что у нас люди есть, которые здесь не первый раз. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი, რომელსაც შეხვდა ლუკაშენკო და საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იყო. ეხლა ოფიციალურად გაცხადა, რომ ის ტიხანოვსკა გამოუშვეს, მაგრამ ეს არ იყო მარტო ამ საკითხების შელობა და ასევე შეხვედრა გაიმართა, კარგად მოგეხსენებათ, უფრო სხვა მიმართულებითაც, რუსეთის პრეზიდენტთანაც იყო გარკვეულწილად საუბრები და ერთი რამის თქმა შეიძლება, რომ ესე მთლად მარტივად არ აქვს საქმე ამერიკის შეერთებულ შტატებს. იმიტომ რომ თავიდან გააკეთეს განცხადება, რომ ჩვენო გავანადგურეთო ყველაფერიო იქო იმ ბაზაზეო, თქვენს კიდევაც ეს და მთელი ეს სისტემები გაუნადგურეთო და ფაქტობრივადო ბირთვულ შეერაღებას ვეღარ აწარმოებს უკვე და ატომურ ბომბს ვეღარ შექმნის ირანიო, ეს მიზანი მიღწეულიაო თქვენს მათ და ჩვენ ნახეთ, არ გასულა რაღაცა რამდენიმე ესე იგი ალბათ რამდენიმე საათიც არ იყო გასული, მეგობრებო, და ჩვენ მოვისმინეთ უკვე სხვა განცხადება, სხვა ტიპის განცხადება. აი ეგერ განახებთ, ეს არის ჯეი-დი ვენსი, რომელმაც სხვანაირად უკვე ისაუბრა, ვანახოთ სურათი, ჯეი-დი ვენსი აცხადებს, რომ ირანი კვლავ აკონტროლებს გამდიდრებულ ურანის მარაგს. ხა მე გეკითხებით, აი ეს წითელი კემკით რო იჯდა იქა ტრამპი და რო ლაპარაკობდა ჩვენო всё მოვკალით უკვე პერსპექტივები ირანის, რაზე იმობდნენ აბა. კაცი გამოდის აგერ მისი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი ამბობს, რომ კვლავ აკონტროლებს გამდიდრებულ ურანს. ანუ რა მიზანს ვერ მიაღწიეს. არა, ვერ მიაღწიეს და ვერც მიაღწევ, იმიტომ რომ ეხა იცი რა, ესე მარტივად არ არის, რასაკვირველი ომი არის, სერიოზული ზიანი მიადგა, არავინ არ უარყოფს ამ ომში, მაგრამ ეხა ეს რომ ირანის საქმე დამთავრებულია და ირანი განწირულია, ეს ასე ერთი წამით. გეტყვით რაც იქნება. ეხა ამასთან დაკავშირებით ერაყის რეჟიმში. გასაგებია, მაგრამ ვერ გადაიყვანენ ერაყი და ირან შორის არის უდიდესი სხვაობა. ერაყსა და ირან შორის
პარალელის გავლება რო გავაკეთოთ, არის სხვაობა დიდი. აი, სხვათა შორის მაქსიმ შევჩენკოს ჰქონდა ამაზე რუს ექსპერტს ძალიან ესეთი საინტერესო პოზიცია და მინდა მოусმინოთ ეს საკითხი. Ну, я думаю, что этот удар это показуха. Это просто как бы демонстрация намерений, потому что Трамп по рукам и ногам был связан с еврейским лобби в Америке, произраильским. Он брал у них деньги всю свою жизнь. Семья Адельсон, семья известных владельцев казино, Лас-Вегаса, Макао, все время выручали, ну, такие мультимиллиардеры на самом деле, выручали его, когда у него была катастрофа в Атлантик-Сити, финансировали его президентские кампании 3 16 года, 20-го, значит, и вот сейчас 24-го. И он, в общем, должен им невероятные деньги. Он как бы завязан с ними очень сильно. Ему надо было с ними развязаться. Он не хочет этой войны, Трамп, ни в коем случае. Он не хочет войны с Ираном, он не хочет втягивания американской армии туда в войну. И он очень подробно и тщательно предупредил иранцев о том, что будет наносить эти удары. Иранцы, судя по всему, очень тщательно подготовились, вывезли все радиоактивные материалы ядерные, эвакуировали оборудование, людей, судя по всему. Более того, даже Кит Келлог прилетел в Минск, и совершенно очевидно, что он прилетел не Сергея Тихановского освобождать, а 6,5 часов. 6,5 часов. Президенты таких переговоров не ведут, понимаете? О чем Кит Келлог, специалист по шиитскому Ираку и Ирану, который там много лет провел в роли руководителя координационного центра разведки вооруженных сил, мог говорить с Александром Лукашенко. Какой интерес у Кита Келлога в Беларуси? Только один. Я думаю, что во время встречи с Лукашенко была прямая связь, может быть, Трамп, Путин, может быть, Си Цзиньпином поговорили по телефону. Не исключаю, что и с Пезешкияном поговорили, и с кабинета Лукашенко. 6,5 часов – это большой срок. Тем более, что в итоговом коммюнике сказано, что Келлог обсуждал с Лукашенко Россию и Китай. Чего обсуждать Россию и Китай? Я думаю, что он туда приехал подстраховать, сказать: ребята, ничего всерьез не будет, будут не настоящие удары, а будут вот как бы такая вот имитация. Дальше возникает вопрос, а как дальше? Дальше, значит, у Ирана есть развилка. Первое – это нанести удар по американцам, ответный, ну просто обстрелять даже базу. И Израиль это бы очень хотел. Но уже со стороны иранцев звучат другие совершенно мнения, очень для Израиля не очень хорошие. Что отвечать за американскую агрессию будет кто? Правильно, Израиль. Я думаю, что по американцам иранцы стрелять не будут, а уже сегодня они с утра показали, что у них есть ракета суперсовременная с боеголовками 1,5 тонны, понимаете, весом. Это чудовищное оружие на самом деле. Чуть-чуть уступающие по мощности американским супербомбам, которые легко проникают сквозь израильскую оборону. И они нанесли удар сегодня по Израилю. И такие удары будут каждый день, они будут усиливаться. Потому что искать ракетные установки на территории огромного Ирана, это горные, тем более, местности, ну, прямо скажем, это не по силу ни Израилю, ни даже США. Это огромное стратегического уровня мероприятия разведывательное. Тем более при ликвидации шпионской сети в Иране, я думаю, что глаза многие они потеряли. А вот Израиль, там куда ни стрельни, всюду попадешь. Всюду будешь сеять либо страх среди населения, либо будешь попадать по военным каким-то объектам. Если попадешь, конечно. Это даже не имеет значения, потому что весь Израиль это военный объект, по большому счету. Там мы видим ракетные установки, стоят, просто стреляют из центра городов, из Тель-Авива, из Хайфы. На бульварах, на улицах стоят системы ПВО израильские, которые ведут огонь прямо из центра города. А в ответ Иран говорит: все, Израиль будет платить по американским счетам полностью, теперь Израилю там кирдык. И отдуваться, на самом деле, будут бедные евреи за эти трамповские манипуляции. Трамп решил вопрос, соскакивает с еврейского крючка. Иран актуализирует консолидирует вокруг Вилаят Факиха, вокруг Рахбара или его преемника народ. Война для Ирана становится войной отечественной, с американскими ударами. Китай тайно помогает Ирану. Что Ирану не хватает? Ирану не хватает только чипов для ракет. Все эти болванки, ракеты это же труба просто, напичканная топливом и взрывчаткой. Без чипа это просто бессмысленная вещь. А чипы производит только Китай. Поэтому Китай будет помогать, я думаю, косвенно
С Россией Трамп договорился, Россия получит Украину в обмен на некое такое как бы дистанцирование от прямой поддержки Ирана. Хотя я думаю, что не прямая поддержка будет осуществляться все равно. Поэтому я лично не считаю, что это какое-то феерическое достижение американцев. Я, конечно, считаю, что это для Израиля очень неприятное событие. Потому что перспектив окончания Ирано-израильского конфликта, который находится на переднем плане, пока не видно. Хотя я выступаю за прекращение этого конфликта, за то, чтобы и израильтяне, и иранцы перестали быть объектами бомбардировок и заложниками политики своих правительств. Я за то, чтобы израильтяне и иранцы рано или поздно сели за стол переговоров. Вопрос, кто это может сделать? Кто это может сделать? Я считаю, что это может сделать в основном только Путин сейчас, по большому счету. Во многом это может сделать Азербайджан, президент Алиев, потому что незадолго до этих атак у Ирана и у Азербайджана были очень хорошие, добрые встречи, подписаны очень важные документы, шел процесс урегулирования и так далее, и так далее, и так далее. В общем, в мире хватает сил, которые способны помочь примириться, подписать мирный договор между двумя государствами. Ეხლა ძით რა არის, ჩვენც მართლმა უნდა საინტერესო პოზიცია იყო იმის მომხრევად, რომ ომი შეჩერდეს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ტრამპი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, რა დაპირებები ჰქონდა მას, რომ ჩვენ გავაჩერებთ, ერთ დღეში გავაჩერებთ უკრაინა-რუსეთის ომს. მერე გახდა პრეზიდენტი, შეცვალა პოზიცია, იქ მოითხოვა წიაღისეული უკრაინისგან. და ეხლა ახალი ომში ჩართო ქვეყანა. სხვათა შორის კონგრესმენებიც კი უკვე მოითხოვენ და სენატორები მის იმპიჩმენტს, იმიტომ რომ მან დაარღვია წესდება, როდესაც უცხო ქვეყანაში დაიწყო მოქმედებები. ეხლა ჩვენ რო ვთქვათ, ეხლა სამართლებრივად არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, რომ უცხოის ქვეყნის საქმეში ჩაერიოს ესე, რომ თავი ავიამზიდებით გაანადგუროს ესე გარკვეული ეს ობიექტები. თუ კი მაგალითად სიტყვაზე ერთ ქვეყანას აქვს ბირთვული შეერაღების ქონის უფლება, რატო არ აქვს მეორე ქვეყანას? ვინ დაადგინა ეს? სად დადგინდა ეს? სამართლებრივად ტრამპი მოიქცა ნამდვილად უკანონოდ, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა ამის უფლება. ეხლა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვიჩენ ამ შემთხვევაში ნეიტრალ პოზიციას, მაგრამ ეხლა შენ გინდა კანადას წაიღებ, გინდა გრენლანდიას წაიღებ, გინდა ვიღაცას დაარტყა, ესე სად არის? ეს არის დემოკრატია? და ესე არ ჩაივლის. და ომი, ამას ჩვენ უყურებდით, კაცი მოვიდა ომს გავაჩერებოდა, ახალ ომში ჩართო ქვეყანა. ახალ ომში ლოს-ანჯელესში მიდის ომი, თავის ქვეყანაში მიდის ნამდვილი სამოქალაქო ომი, აგერ ვერ აჩერებენ იქ და ეხლა თავის ქვეყანაში ვერ მოუგვარებია სიტუაცია და ახალ იმაში დავიდარებაში ჩაერთო ქვეყანა. ეს არ მოიტანს კარგ არც თვითონ ამერიკისთვის, არც ირანისთვის, არც ისრაელისთვის და არც ჩვენთვის და არავისთვის არ არის ეს ომი მომგებიანი, იმიტომ რომ ეს ომი დააზარალებს ძალიან ბევრ ქვეყანას. მაგრამ ამიტომ ჩვენ ცოტა ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ აქ. განცხადებები უნდა იყოს ფრთხილი. ის კი არ უნდა გამოვიდეთ, რომ იმას უჭერ, ამას უჭერ და ეს არის დამღუპელი ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც ეს ნაციონალები აკეთებს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ქალბატონი არ არის ნუ ეს ტანსაცმლიანი გიჟი არა. ეს არ არის ნორმალური და არ შეიძლება ასეთი შიზოიდების და ფსიქოპათების პოლიტიკაში გაკარება. არ შეიძლება პოლიტიკური ავანსცენა, აი ასეთი ადამიანებისგან ამას უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა და აეკრძალებათ კიდევაც. იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ ასეთი ადამიანი ლაპარაკობდეს პოლიტიკოსობაზე კონდეს მას პრეტენზია და აი ესე ლაპარაკობდეს და აი ასეთ განცხადებებს აკეთებდეს, რომ ადამიანი იძახის, რომ ფედერალისტები ვარ, ჩვენ უნდა ხელისუფლებაში უნდა მოვიდეთო და გამოდის და იძახის, რა კარგია ამერიკის შეერთებულმა შტატებმაო წყალქვეშა ნავებიდანო და ჰაერიდანო და რაღაცა, ირანი დაბომბა. ეს რომც გიხაროდეს, აი ამას რო გულშემატკივრობდე და მხარს უჭერდე, პოლიტიკოსმა ტვინიანმა არ უნდა თქვა ესა, მაგრამ ამათ ხომ ტვინი არა აქვს. აბა ეხლა ამათ რო ტვინი ჰქონოდათ, იმას ხო არ იზამდნენ, რასაც მისი ქმარი ჩადიოდა, დაწყებული 90 წლიდან, როცა იყო პირდაპირ ავტომატი ჰქონდა გადაკიდებული და დარბოდა ქუჩაში. და მერე დაიჭირეს და უნდა დაეხვრიტათ უზენაესი საბჭოს სასადილოში და ბატონმა ირაკლი ურუმბეგაშვილმა, ქართველმა პატრიოტმა და ვაჟკაცმა, რომელიც დღეს ნიდერლანდებში ცხოვრობს, გადაარჩინა 18 წლის ნაძირალა გიორგი გიგა ბოკერია.
რომ ბავშვია და გავანებოთ თავიო, თორე ეგ უნდა დაეხვრიტათ იქ და მე არ მივესალმები საერთოდ ადამიანის დახვრეტას და მკვლელობას, მაგრამ ეხლა გიგაბოკერიას იქ რო დაემთავრებინა თავისი გაძაღლებული ცხოვრება, თქვენ ხო წარმოგიდგენიათ, რამდენ უბედურებას აცდებოდა საქართველოს, არ გვეყოლებოდა ამდენი სექტა, არ გვეყოლებოდა ამდენი იეღოველი, და საერთოდ ნაციონალური მოძრაობაც არ იარსებებდა, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილის აი ამ სადომაზოხისტური და გარყვნილი რეჟიმის ხერხემალი იყო გიგაბო და იდეოლოგიას ქმნიდა გიგაბოკერია და ეს ლევან რამიშვილი. კი ბატონო, და ახლა მე ერთ რამეს მინდა თქვა ისევ აი დაუბრუნდე მინდა იმ თემას. აი ხა ფაქტია, ზოგი ჭირი მარგებელიო, ზოგ საქართველოს ერთიანდებოდა, როდესაც დიდი ომები იწყებოდა. ყოველთვის ასე იყო. ჩვენთვის არავის არ ეცალა და ჩვენ ამ დროს ტვიანური პოლიტიკით ვაკეთებდით ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე. თუ ეს ომი განვითარდება და არ გაჩერდება, ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, როგორც ჩვენმა დიდმა მეფეებმა ისარგებლეს იმ შექმნილი სიტუაცია, ჩვენც ვისარგებლოთ. აგერ აი ლუკაშენკო, ეს არის ბრძენი კაცი მართლა. აი მართლა თეთრი შურით ამ შურს ბელორუსების. აი გუშინ გადაცემა მქონდა სამწუხაროა რომ საქართველოში რუსული ენის პრობლემა არის და ბევრმა ვერ ფლობს ამენა. ესე იგი მე გავუშვი სიუჟეტები კონკრეტული როგორ გადადიან გერმანიიდან ასეულობით და ათასეულობით უკვე ადამიანი საცხოვრებლად ბელორუსში. აი თვითონ ილაპარაკეს გი ჩვენო აქო სიმშვიდე გვაქვს, სტაბილურობა გვაქვს და აღარ გვინდაო გერმანიაში ცხოვრებაო, იქო ქუჩაში ხვდებიანო, იქო ჯვარცვა მიდის, გაუპატიურება მიდისო და ეხლა ჩვენ რო ბელორუსში გადავდივართო, ესო ჩვენთვის არის იგივე გერმანია ადრე როგორიც იყო. ანუ კაცმა შექმნა ისეთი ქვეყანა, აი ესეთი გერმანია, რომელიც იყო მართლა ძრავი იმისი მთელი ევროკავშირის, აი ამ ძრავიდან და აი ამ უდიდესი ქვეყნიდან მიდის უკვე საცხოვრებლად ბელორუსში. და კაცმა აგერ ამერიკელებთან მოაგვარა სიტუაცია. ჩავიდა აგერ ეს კელიქსი და 6 საათი ეხვეწება ლუკაშენკოს რაღაც სიტუაცია. რატო ჩავიდა? უჭირდა იმიტომ. თორე, აბა გამართული რო იყოს, რატო ჩავიდოდა? მართლა იმ პოლიტპატიმრების თუ ვიღაცები რო თვლიან, იმათ გასათავისუფლებლად ჩარჩასულა. რა თქმა უნდა, ანუ ლუკაშენკო ეხლა ვაჭრობს და თავისი ქვეყნისათვის სარგებელი იპოვა. ეხლა სანქციებს მოუხსნიან, იმ პროდუქციას ადგება ევროპაში გაიტანს, ქვეყანას ააყვავებს. ანუ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ლუკაშენკოს მსგავსად. მე ვერ გავიგე რა არის. ეხლა ღვთისმშობლის წინხვეტრი ქვეყანა ჩვენაო ართ კაცო თუ ვიღაცა სხვები არიან. ჯერ შეხედეთ ბელორუსულ მაღაზიაში რა დონის პროდუქცია იყიდება. აი თეთრი შურით მეც მშურ ძვირფასო მეგობრებო რა. გნებავთ ძეხვეული, გნებავთ რძის პროდუქტები. ესე იგი მე არ მინდა ეხლა ვინმეს, მაგრამ ქართულ ძეხვს რომ არ ვიცი შეიძლება ჩვენ ალბათ ღვთისმშობელი და უფალი განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ ვართ, რომ ცოცხლები დავდივართ, თორე ეს პროდუქცია ქართული საიდან კეთდება, რისგან კეთდება, რას ვჭამთ. მე არ ვიცი რა, ჯერ აი ქართულ მაწონს გემოდაუკარგეს. ძეხვი იყიდება 6 ლარიხის კილო ძეხვი. მაპატიეთ და რისგან კეთდება ეს ძეხვი, გამაგებინეთ კაცო. ხორცი ღის 25 ლარი და კილო ძეხვი როგორ ღის 6 ლარი. რისგან აკეთებთ ამ ძეხვს? გააგებინეთ ამ ხალხს. რა ისეთი ფოკუსი ისწავლეთ და რა ჯადოქრობას, რა ალქიმიას ფლობთ ეგეც, რომ ძეხვს უშვებთ და სოსის და ღირს 6 და 7 ლარი. როცა ხორცი ღირს 25 ლარი და 23 ლარი. გაგვაგებინეთ, გითხარით რა, სასწაულ მოქმედები ხარ თუ რაშია საქმე. ამიტომ მე ვამბობ მე არ მინდა ეხლა ამ პერიპეტიებში შევიდე. ეს არის როგორც ჩანს ხანგრძლივი ომი, გადაწყვეტილი აქვს რომ დაანგრიონ ირანი ეკონომიკურად და მე სხვა ანგარიშები აქვს. ამას მოყვება აუცილებლად დევნილთა ტალღები. დიდი ტალღები მოყვება. ჩვენ რა თქმა უნდა გამოვიჩინოთ თავი იმით რომ დავიოკოთ ქართველებმა თავი. წინა გადაცემაშიც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ. დავიოკოთ თავი, როგორმე, რომ რაღაცა ნეიტრალიტეტი დავიჭიროთ, არ დავიჭიროთ ვინმეს მხარე, არც ამერიკელების ტაშის მკვლელებად გამოვიცხადოთ თავი და არც სპარსელების, დავიჭიროთ ნეიტრალიტეტი, შევინარჩუნოთ, რაღაცა დავოკდებთ. და მოვემზადოთ იმისთვის, რომ თუ რაღაცა ეს დევნილთა დიდი ტალღები წამოვა საქართველოსკენ, თავი დავიცვათ და ქვეყანა გადავარჩინოთ, მაგრამ ბატონო ნიკოლო, ჩვენ მეორე საფრთხის წინაშე ვდგავართ. მე გავაჟღერი ამ პრობლემის შესახებ ვილაპარაკე წინა გადაცემაში, რისთვის აშენებთ ამდენ სახლებს თქო. 80 და 70% ირანელებს აქვს ნაკიდი ამ კორპუსებში ბილები. იმ ხალხს ვერ გააჩერებთ საზღვართან. იმიტომ რომ სახლი აქვს, კერძო საკუთრებას ფლობს საქართველოში.
და შემოვა და იცხოვრებს. აბა ერთი ხმა გაეცით, ვერაფერსაც ვერ იზამთ. არა, მე მგონი რომ აი ეგ არის უბედურება. ეგ იქნება სერიოზული პრობლემა საქართველოსთვის, იმიტომ რომ ათეულ ათასობით ირანელი შემოვა საქართველოში, რომელსაც თბილისში და საკურორტო ზონებში კერძო საკუთრებები გააჩნიათ, ნაყიდი აქვს, ნახევარი კახეთი გაყიდულია ირანელებზე, არაბებზე და ინდუსებზე. თბილისში უამრავ კორპუსები რაც შენდება 30-40% მათია, მათ აქვთ ნაყიდი, შემოვლენ და იცხოვრებენ თავიანთ სახლებში. მე მიკვირს და ამას როგორ გავაჩერებთ არ ვიცი. არ ვიცი, ახლა მე რა არის ცით ბოდიში და ერთი გამოვიდა ერთი ექსპერტი რა და ესენიო აქ რო არიანო სასწავლებლად არის ჩამოსულები. აი ხა მე მაინტერესებს, აი ხა ამ კინოსახთანაც იქ საბურთალოზე ყველგან თბილისის უბანი არ არის დარჩენილი, ეგენი იქ ეხლა აი მაგალითად კინოსახთან ეხლა აგერ რო არიან შეკრებილი კონსპექტებს იღებენ ესენი ქსეროქსზე. გავცნა შეურდო საჯუარ ჯორჯია მე არ ვიცი უკვე უნდა გიხაროდეს კაც ქართველს რო ნახავ ქუჩაში კურიერს რო გამოიძახებ ქართველი თუ აღმოჩნდა უნდა გაპირზე გადაკოჩნო და ჩაიხუტო გულში რომ ქართველი ხარ აქ რა მოგიყვანა შემადლიანო და ტაქსით ქართველი მოვა კიდე აი ესეც უნდა გადაკოჩნო ქართველი თუ არის კიდე იქ აი რა დღეს მოვესწარით რა და მე არ ვიცი კიდე რა იცით ჩვენმა მამა პაპამ სისხლი იმისთვის დაყვა რა კაცო ეს მიწა ჩვენ უცხოელებს გადავცეთ ჩვენინებით სისხლით მოვიპოვეთ უფლება რომ ეს მიწა ჩვენი ყოფილიყო და ჩვენ ეხლა ამა თუ ვაძლევთ ისე და რა ესენი აქ ბოდიში და ვინც ეხა ჩამოდის თქვენ მართლა გონიათ და კონსპექტების გადაღებისთვის იყვნენ აქა რა სწავლა რის სწავლა ხალხო ერებს ბოდავ თქვენ და ჯერ ეგერთიც იმ სწავლაზეც თუ ჩამოდიან რაღაცა ლიმიტირება უნდა იყოს ეხლა ყველას აბა მედი წავიდეს ვინმე ამერიკაში სასწავლებლად წავიდეს შვეიცარიაში არა ესე არ არის მე რო სწავლა მინდა ყველას კი არ უნდა გაუღო ეს ეხლა ტერორისტები მათ შეიძლება მოეთხოვენ რომ ჩვენ გვინდა სწავლა ჯავახიშვილში ვისწავლოთ ამ 5 წლის არა რა შუაშია ეს სწავლა ვერ ამ 5 წლის წინ თეირანში ჩატარდა კინოფესტივალი და ჩემი ახლობლის შვილმა მიიღო მონაწილეობა რა დამწყები კინორეჟისორია ძალიან პერსპექტიული და კარგი ახალგაზრდა არის არ მინდა ხა მის გვარი და სახელი ჯერ თავი გამოიჩინოს კარგად როგორც არის და სახელი და გვარი იპოვის თავის რო იტყვიან გზას და ჩამოვიდა და გაოგნებული იყო პირდაპირ ესე იგი აი პირდაპირ მითხრესო ირანელებმა რომ გაიგესო რომ გურჯი ვიყავიო ქართველი ვიყავიო პირდაპირ ეგ ტერიტორიაო ეგ ჩვენი სახელმწიფო შემადგენლობაში იყო და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეს ტერიტორიაო რა ასე რომ აქ სასწავლებლად არავინ არ ჩამოდის და კერძო საკუთრების უკან როცა უცხოელები აქ ყიდულობენ აქ დგას სახელმწიფო პოლიტიკა ეგ ყველამ კარგად იცოდეს სახელმწიფო პოლიტიკა დგას აქ ეს არის ჩინეთის სახელმწიფო პოლიტიკა თურქეთის სახელმწიფო პოლიტიკა არაბული ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკა და ირანის როგორც შიიტური რეგიონალური ლიდერი სახელმწიფოს პოლიტიკა ასე რომ საქართველოს დიდი გამოწვევებისთვის უნდა მოემზადოს გასაგებია და მე ვფიქრობ აი ჭაბუ ამირეჯიბმა ერთი ძალიან ჭკვიანური ფრაზა იხმარა ჭკუით ქართველები ეგ ნამდვილად მისი არის ხო ეს ნამდვილად მისი არის ჭკუით ქართველებო არის ეს არის ყველაზე აი მართლაც ისეთი საუკუნის ფრაზა იმიტომ რომ თუ ჭკუით ვიქნებით ჩვენ ბევრ რამეს მოვიგებთ და თუ გიჟივით ეს საბჭოთა კავშირი რო დაინგრა მანდამე ჩვენ მოყევით ამ ნანგრევებში ყველა გამოვიდა აქედან ნორმალურად და მართლა ისე რომ დაზარალებული არა ჩვენ უნდა მოვხდეთ ყველა ნანგრევებში ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ყველა ომში თავი ესე იგი ავღანეთში უნდა ჩავხოცოთ სირიაში ჩავხოცოთ ყველგან უკრაინაში რატო უნდა იბრძოდეს ქართველი მაინტერესებს აქ უკრაინელები იბრძოდნენ აქ ჩვენთვის კაცო რაღაცა 5-6 კაცი ბრძოლობდა თუ ეხა ვიღაცები რო კი იბრძოდა 5-6 7 შეიძლება ქართველი საქართველოს აფხაზების ხარესაც იბრძოდნენ. კი ბატონო. სნაიპერები იყვნენ იქა. და რა იმ მაშინის ციცად თქვით, კაცო. რატო უნდა იხოცებოდეს? ეხა კიდე ერთხელ ვიმეორებ. ძალიანად შეიძლება მე ვიღაცა არ მომწონდეს, მაგრამ თითეული ქართველი, ვინც უკრაინაში იღუპება, ჩემთვის არის ტკივილი. ეს ნაცია, შმაცია თუ ვინც არის. იმიტომ რომ მე ყველა ქართველი მიყვარს. და მინდა რომ ყველა ქართველი შემოვატრიალო ჩვენ. ჩვენ დასაკარგი ქართველები არ აყავს.
და ამიტომ ძალიან ეხლა ამას ესენი ვერ მონაგონი აცნობიერებენ. იქნება უკრაინა, სირია და ის იმხელა, ესე იგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მესამე მსოფლიო ომის ფაქტობრივი დასაწყისი. რაც ეხლა ხდება, ბირთვულ შერაღებებზე მე ხალხო საუბარი, ერთ დღეს შეიძლება რა მოხდეს კაცმა არ იცის. ამიტომ ჭკუით ვიყოთ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დამამშვიდებელი აქ ის არის, რომ ყველა აი ამ დიდი ომი, როდესაც იყო, ჩვენი დიდი მეფეები ამ ომით სარგებლობდნენ და ქვეყანას აერთიანებდნენ. ეს შეიძლება იყოს ჩვენთვის შანსი. ის ზოგი ჭირი მარგებელია, უტყვილ არ არის ნათქვამი. ანუ აი ეს ჭირი რომელიც არის, შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ საჩვენოდ, მაგრამ ამისთვის ჭკვიანურად თუ ამოვიქცეთ და არა ეს გიჟებივით გამოვიდეთ აქ ტრანსპარანტებით, ან ერთი მხარეს, ან მეორე მხარეს და ის კაც მივცეთ საშუალება ვიღაცას მე აქ შემოგრიხინდეს თავისი ტანკებით. ეს ასე არ უნდა მოხდეს. ამით ჩვენთვის გაკვეთილი დრო ამოიწურა, ბატონი დიტო ჩუბინიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მადლობთ ბატონო დიტო, ჩვენი. დიდი მადლობა ბედნიერად, გემშვიდობებით. და მე დღეს დაგემშვიდობებით ამითი და ხვალ შეხვდები ტრადიციულად 9 საათზე კარგად იყავით.